უნგრეთში არჩევნებზე დაკვირვების შემდეგ ქართული ოცნების დეპუტატები ახლა ახალი მესიჯ ბოქსის გავრცელებას ცდილობენ არჩევნების შედეგებზე. მოქალაქეების ომი დაშინებისა და ოჯახურ ტრადიციებზე მანიპულირების ფონზე უნგრეთის ბედი ამომრჩევლის უპრეცედენტო აქტიურობამ გადაწყვიტა და მხარი პარტია ტისას დაუჭირა. ახლა ოცნებას, რომელმაც ორბანის წაგებით ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა, ხელჩასაჭიდი მომავალი პრემიერის განცხადება დარჩა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოსთან მეგობრობას გააგრძელებს და ოცნება ამ განცხადების ოპოზიციის საწინააღმდეგოდ შემოbrunებას ცდილობს. ირაკლი ზარქვა მომავალ პრემიერს ჯიგარიც კი უწოდა, მაგრამ რამდენად შერჩებათ მათ ეს განწყობა, ანუ არსებობს თუ არა იმისი შანსი, რომ მადიარმაც გააგრძელოს ორბანის პოლიტიკა, რომელიც ოცნების მაღალჩინოსნების სანქცირების გადაწყვეტილებას ბლოკავდა. ამაზე ნინი ბალანჩივაძე გააგრძელებს საუბარს, ის პირდაპირ ეთერში გვერდება. ჯერჯერობით უცნობი არის, როგორ გააგრძელდება ქართულ-უნგრული ურთიერთობები, რა რესურსი არსებობს ამ ურთიერთობებისა. სწორედ ქართული ოცნების პოლიტიკიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მანამდე კი დღეს ივანიშვილის დეპუტატები, როდესაც ჩვენ მათ კითხვებს უსვამთ საპარლამენტო შედეგებთან დაკავშირებით, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, გვესაუბრებიან მხოლოდ იმედებით, რომ იმედოვნებენ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაგრძელდება ისე, როგორც იყო აქამდე და როგორი ურთიერთობებიც იყო წლების განმავლობაში. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ სწორედ ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და საყრდენი ირაკლი კობახიძის გუნდისთვის, ქართული ოცნებისთვის იყო ვიქტორ ორბანის უნგრეთი. ჩვენ მათ ასევე კითხვებს ვუსვამთ სანქცირების პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც აქამდე ჰქონდა ვიქტორ ორბანს ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით, როდესაც ევროკავშირში მსჯელობდნენ სწორედ ოცნების წარმომადგენლების დასანქცირებაზე მათ მიერ წარმოებული რეპრესიული პოლიტიკიდან გამომდინარე. აქ ყოველთვის უნგრეთი წინააღმდეგი იყო ხოლმე სანქციების შესაბამისად. ოცნებასთან არის კითხვა ამ შემთხვევაში რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილის გუნდს და აქაც ფრთხილი ოპტიმიზმით ოცნების დეპუტატები ამბობენ იმას, რომ მათ აქვთ იმედი, რომ სამართლიანი მიდგომა იქნება ახალი ხელისუფლების მხრიდან, ისევე როგორც ეს იყო ვიქტორ ორბანის მხრიდან და უსამართლო იყო ნებისმიერი გადაწყვეტილება თუ ნებისმიერი მსჯელობა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სანქცირებასთან დაკავშირებით. დღეს პოლიტიკური განცხადებების დღე არის ოცნების პარლამენტში და ლევან მახაშვილი გამოვიდა სწორედ სიტყვით. ის იყო ერთი დეპუტატი ქართული ოცნებიდან, რომელიც აკვირდებოდა უნგრეთში მიმდინარე არჩევნებს. მან არ უსაუბრია არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მხოლოდ ერთადერთი განცხადება, რაც მოვისმინეთ მისი მხრიდან, არის ისრების გადატანა ოპოზიციის მისამართით, რომ ოპოზიციას სურს, რომ დააზიანოს ქართულ-უნგრული ურთიერთობები და ერთადერთი საიმედო და ხელჩასაჭიდი დღეს ქართულ ოცნებას აქვს ახალი გამარჯვებული ძალის ლიდერის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება ისე, როგორც იყო მანამდე. რა განცხადებები კეთდებოდა დღეს ოცნების პარლამენტში, მაყურებელი ახლა პირდაპირ ეთერში მოისმენს. ყველამ მიიღო ამ არჩევნებში ეს შედეგი გამარჯვებულმაც და დამარცხებულმაც. და ნორმალურ ქვეყნებში სწორედ ასე ხდება, რომ დამარცხებული აღიარებს შედეგებს და წლების განმავლობაში ბოიკოტს არ უცხადებს პარლამენტს და ქვეყანას არ აჯანჯღარებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო. ისეთი წყალწაღებული და პოლიტიკურად გაკოტრებული აღმოჩნდა ჩვენი ადგილობრივი ოპოზიცია, რომ ამ შემთხვევაშიც კი საათსა და ორბანის წაგებაში ეძებდა სიხარულის მიზეზს თუ რაღაც შვებას. ალბათო მარიამ, უნგრეთში deep state-მა გაიმარჯვა, ბრიუსელი ჩაერია. სიმღერებს კითხეთ. ბრიუსელი ჩაერია. მე გეკითხები, თქვენი კოლეგები საუბრობენ ამაზე. მე მინდა მადლობა მოვახსენო ბატონ ორბანს ყველა იმ საქმისთვის, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის კი არა, ქართული ხალხისთვისაა გაკეთებული და ასევე იმ განცხადებებით, რომელიც გააკეთა ახალ დარჩეულმა, იმედიანად გვტოვებს, რომ იგივე გაგრძელდება. ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის უნგრეთიც წინააღმდეგი იყო და ვფიქრობთ, რომ იმ პოზიციებიდან გამომდინარე, რაც უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა გამოხატა, ისიც იქნება, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით სამართლიანობაზე დამყარებული და არა ვიღაცის, ასე ვთქვათ, კერძო პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე. მოლოდინები, რაც ოპოზიციას აქვს ზოგადად საქართველოსთან მიმართებაში, რომ გარედან უნდა საქართველოზე ზეწოლა განხორციელდეს სანქციების კუთხით და ასე შემდეგ და ამ კუთხით უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრს განიხილავენ, ასე ვთქვათ, მათ მოკავშირეს. მე მგონია, რომ ეს, ასე ვთქვათ, ის გადაჭარბებული მოლოდინებია, რომელიც მათ გაუცრუნდება. უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების მაგალითმა დაადასტურა ეს მარტივი ჭეშმარიტება, რასაც ვიმეორებდით. არაერთხელ ვიმეორებდით, რომ ავტოკრატიების დამარცხება
შესაძლებელია არჩევნების გზით. აუცილებლად დადგება დრო, როდესაც თქვენ არჩევნების გზით მოგიწევთ ხელისუფლებიდან გამგზავრება. კორუფცია, ნეპოტიზმი, მიტაცებული მედია, რეპრესიული კანონები ასე აფასებენ სწორედ 16 წლიან მმართველობას, ვიქტორ ორბანის მმართველობას უნგრეთში, მისი კრიტიკოსები და დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომათა დარბაზში ისაუბრა დიმიტრი ხუნდაძემ, ხალხის ძალის წარმომადგენელმა, ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციის წარმომადგენელმა და მან შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ოცნებას პირდაპირ შეახსენა თუ როგორ შეიძლება რომ წარიმართოს პროცესები იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი გადაწყვეტილებები არ იქნება ხელისუფლების მხრიდან მიღებული და რეპრესიული ქმედებები გაგრძელდება და არასწორი პოლიტიკა იქნება სწორედ ხელისუფლების მხრიდან წარმოებული. მან თქვა, რომ გაკვეთილი უნდა იყოს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები ნებისმიერი მთავრობისთვის. როდესაც საზოგადოებაში არსებობს კითხვები, უკმაყოფილება და მოლოდინები, საჭიროა არა მხოლოდ დაპირებები და დროის გაწევა, არამედ რეალური ნაბიჯები და რაც მთავარია, ხალხთან მუდმივი და მჭიდრო კომუნიკაცია. გულწრფელი თანამებრძოლები და ერთგული ამორჩეველი თუ მხოლოდ საარჩევნო შედეგებისთვის გვჭირდება, ისინი უსასრულოდ თავს არ გამოგვაყენებინებენ. არჩევნებამდე 2 წელზე მეტია დარჩენილი და პრობლემები იმაზე მეტია, ვიდრე ეს დრო იქნება საკმარისი მის მოსაგვარებლად. ფასების შემცირებაზე არათუ საუბრობთ, არამედ საპარლამენტო კომისია შექმნით, 2 თვეა პარლამენტში სხდომებს მართავთ, მაგრამ ფასები იზრდება და ზოგჯერ ჩვენი გადაწყვეტილებით ამ ტენდენციებს ხელს ვუწყობთ. 16 წლიანი მმართველობა უნგრეთში ვიქტორ ორბანის დაამთავრებული არის, ცნობილი არის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება ყველა თანხმდება იმაზე, რომ ამით რუსული გავლენები საერთოდ ევროპაში მცირდება. დღეს ამ მიმართულებით ჩვენ ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან, დეპუტატების მხრიდან არ მოგვისმენია არანაირი აქცენტი, მხოლოდ თავშეკავებული განცხადებები და ფრთხილი ოპტიმიზმი იმასთან მიმართებით, რომ ურთიერთობები ისევ ისე გაგრძელდება, როგორც ეს იყო წინა ხელისუფლების პირობებში.